იოანე ჟორჟოლიანი მინდა მოვიწვიო. იოანე მეუფის კალისტრატეს ხელში გახდა სტიქაროსანი, შემდეგ მეუფე იოანესთან მოღვაწეობს და სრულიად საქართველოს კათოლიკოსი. პატრიარქის ილია მეორეს სტიქაროსანიც გახლავთ და თვითონ მიიტყვის უფრო კარგად ბავშვთა სახლიდან გახლავთ იოანე. მე ყოველთვის ვიწევ იოანეს ღონისძიებებზე კარგად კითხულობს ლექსებს და საოცრად ბევრს ლოცულობს ჩვენზე, ხო? აბა იოანე, ხო. მოგესალმებით, მადლობა უყავს ევანგელიის დღისთვის. რა თქმა უნდა, ქუთაისის განიცდის ეპარქიიდან მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით და ქალბატონი შორენას, ბატონი შვაგის უდიდესი სიყვარულით აქ ვიმყოფები და მადლობა უყავს. მე მინდა უთხრა ქალბატონ შორენას იმ დიდი ღვაწლისთვის, სიკეთისთვის, რაც ის წლების მანძილზე უკეთებია და დღემდე აკეთებს. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს იმედით, ნუგეშით ამხნევებდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. აი ესეთი ადამიანებისთან შორენა და შვაგის მოსვლა ეს არის ღვთის უდიდესი წყალობა და საჩუქარი. ჩვენ დაგაკავშირა უდიდესმა დღემ, ნათლის დღებამ, საიდანაც მოვდივართ და დღემდე წლებია რომ თქვენ ერთად დავართ. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ შორენას და ბატონ შვაგის. ეხლა მოგეფერებით ჩემ მოგზალებული ლექსით, რომელიც იქ ბავშვთა პანსიონატში დაიწერა. პანსიონატში გაზრდის ობოლსა, ვერთი დაყურებს ზეციდან, ასეთ საჯაროდ სიმღერაო, ხომ ხედავ ხალხო მეღირსა. დადიან ზოგთა მშობლები, ხედავ რომ ჩემი არ მოდის, ფიქრო მე დედა არა მყავს, წრემლი თავისი ჩამოდის. მშობლისგან დავიწყებული, ჩემთვის პატრონი ბევრია, ჩემთვის ასაკეთილ დღეოდ, აქ ყველა ჩემთვის ღმერთი. დიდება მადლობა უფალს. მადლობა შენ იოანე, გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანი ხარ, ღმერთთან ახლოს მყოფი ადამიანი ხარ და ბუხარეტაში იოანეს